მოგესალმებით და მოდი ვნახოთ ახლა ეს თქვენი ჩაფიქრებული. კი ბატონო, ისევ ჩაფიქრებული, იმიტომ რომ მსმენელი ბევრი ხარ და სხვადასხვა ინფორმაციები გვაქვს. ეს თუ გავხსენი ახლა კარგად მე ჩაკედილი, ჩაჭიდილი. გავხსენით. სხვადასხვა კარგი დასწავ, ვფიქრობ, რომ მე ყველა დასტამიყვარს ესე. კარგი ვნახოთ ვისთვის არის აბა გაშლა. ვისთვის არის? პიროვნება მანახე. უკვე მივხვდი, მაგრამ ამოვიდეს პარემა მოსასვლელი და შენელებული კადრი. შენელებული კადრი, თქვენ კი რა თქმა უნდა ძლიერი ქალბატონი. თუმცა უმეტი პირ დაღებულ საზოგადოებაზე არ ვსაუბრობ. ვისაც პირი არ აქვს დაღებული ყველაფერზე მოღებული მით უმეტეს იმ ხალხზე ვსაუბრობ კი. ჩემთან ძლიერი გოგონებიც, ბიჭებიც და ქალბატონები მოდიან. კარგით ვნახოთ ჩაფიქრებული ეხლანდელი მდგომარეობა, რას არის, რას აკეთებს, რას არის და გასგრძნობს და ასე შემდეგ. მანახე. მოწყალებას ითხოვს, დამეხმარეთ, ძალიან უსამართლოდაც გრძნობს თავს და რაღაც ისეთ მომენტში არის, რომ თვითონაც არ უჯერებს მის თავს, რომ აი მე მჭირდება დახმარება. საინტერესო გაშლა ვფიქრობ. საინტერესო ეს ამბიცია მისი თუ რატოა გამხელა ესე რომ ვთქვათ რა არის ეს ამბიცია თუ ჩავარდა მანახე ამბიცია ჩავარდნა სინამდვილეში აქვს ამას რამე ქონება ცხოვრება მანახე აბა რა გაქვს ხო ცოტა ამბიცია, ცოტა, თუმცა ბევრი არა. ანუ კარგად ვიყავი ან რაღაც მქონდა ეს შანსები, რომ ეხლა უკეთეს მდგომარეობაზე ყოფილიყავიო. არ არის ამბიცია, აქ ამას ვიღაც ქალბატონმა, ესე რომ ვთქვათ, მაგრად რაღაცა უხკნა, რა გიქნა ამ ქალმა, ვნახოთ ახლა. რა იქნა ამ ემოციურმა ქალბატონმა რა ოპა კარგად გამოუწველია ესე რომ ვთქვათ ან არის ქალიდან ესეთი მოქმედება ან უბრალოდ ნახეთ დაემთხვა იმ მომენტს ეხლა მე ამ ქალბატონს არ განვიხილავ ვინ არის მაგრამ დაემთხვა იმ მომენტს რომ რაღაცები ეს ჩავარდნა და ძალიან ესე რომ ვთქვათ უმოძრაო პოზიციაში აღმოჩნდა არ არის გამორიცხული შეიძლება პირიქით ამ ქალმა დაეხმარა ფეხზე წამოდგომაში ხო ეხლა მე ვერ დავკონკრეტდები იმიტომ რომ საჯაროა გაშლა ზუსტად რა ფუნქცია ქონდა ამ ქალბატონს დამხმარე თუ პირიქით რაც შეეხება ქონება ცხოვრება ну რაღაცა შეიძლება აქვს ეხლა თლადისი არ არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც მისი შეგრძნება არის ესეთი რომ ეხლა მე ამ პოზიციაზე არ უნდა ვიყო დახმარებას ითხოვს მოწყალებას თუ რაღაცას კარგი ვნახოთ დადინოდა. კარგი მიიღებ ამ დახმარებას, მაშინ ასე ვთქვათ, თუ მიიღებ. და ქალბატონი ეხმარება ისევ აქ ამ ადამიანს. და ძალიან დიდ, ასე რომ ვთქვათ, ცვლილებებს განიცდის აი ამ ქალბატონიდან. ეს სხვა ქალია, ეს ის არ არის. ვინც ადრე იყო. შესაძლებელია კაცო დედა იყოს არ არის გამორიცხული ან ოჯახის წევრი ან ვიღაც ქალბატონი როგორ არის იცით მას არ შეუძლია რამე სადღაციდან რამე მოიპოვოს ამას უნდა დაეხმარონ გინდა თუ არა რომ განიცადოს თუნდაც ეს ტრანსფორმაცია და რაში გჭირდება ძირითადად მაინც დახმარება რა დახმარებაზე არის აქ საუბარი
გადაწყვეტილების მიღება, ნაყოფიერება და კი ბატონო, ჩემი ესე რომ ვთქვათ, არჩევანი რა უნდა გავაკეთო სამომავლოდ. აი ეს არის დახმარება. მე მივხვდები რა უნდა გავაკეთო. კარგი, ვნახოთ მაშინ ეხლა თქვენს მიმართ რას გრძნობს ეს ადამიანი. თქვენს მიმართ დროს ელოდება, რა დროს ელოდები, მანახე რომ რაღაც აქვს ამას სათქმელი და უნდა რომ მოგახალოთ. იცით რა არის? მე მგონია რომ თქვენგან ცოტა ეს ან თავს იკავებს, ან თავს იცავს თითქოს, რომ ჭირდება გამოვიდე რაღაცა არ ვიცის პოზიცია აქვს ამ წუთში ამ ადამიანს. დავასრულო თქვენთან ურთიერთობა, გავაგრძელო. მანახე ურთიერთობა არის აქ საერთოდ თქვენ შორის. არც ისეთი აქტიური. შეიძლება არის ურთიერთობა, მაგრამ რაღაც არის ასე რომ ვთქვათ, შეიძლება რამდენიმე დღე დაიკარგოს და ასე შემდეგ, აქტიური მწლად არ არის. სხვათა შორის ეხლა არის ზუსტად ის პერიოდი, ჩემო კარგებო, ეხლა ან სრულდება ურთიერთობები, ან თუ გადალახეთ ეს პერიოდი, სხვათა შორის შარშანაც ასე არ იყო რთული წელიწადი. თუ გადალახეთ 9 წლიან ციკლში გადადიხართ, ანუ 9 წელი შემდეგ შანსი არის, რომ ურთიერთობა აღარ დაიშალოს და ერთად დარჩეთ. ეხლა ვისაც ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ, რა ვიცი, მე არ მაქვს უფლება თქვენ რამე გითხრათ, დაშალეთ, ან გამასკენ და რა. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად გიღირთ. ვისაც ურთიერთობა გსურთ, მე გეუბნებით, რომ შეიკავეთ თავი, მოითმინეთ, იმიტომ რომ დიდი შანსია აი ზუსტად აი ამ 2 თვიანი პერიოდის შემდეგ ძალიან კარგადაც დაალაგდეს ურთიერთობა სიტყვაზე, ანუ იგივე პოზიციაზე დარჩეთ, როგორც იყავით ეხლა ადამიანს რა ვიცი რა შეცვლის ასე ადვილად ხო და გაგრძელდეს უკვე აღარ დასრულდეს ეს ურთიერთობა. როგორც გითხარით. კარგით, ნახოთ სხვა ქალბატონი თუ არის აქ მაშინ, რადგანაც თქვენთან ასეთ მდგომარეობაშია. არის, აქ არის ვიღაც ჩემო კარგებო. ფარულში არის, ოღონდ ეს არ იცით თქვენ, ან შეიძლება იჭვის დონეზეც მთლად არის აქ ვიღაც, კი. მანახე ხვდება ამ ადამიანს. კი ბატონო. ან ძალიან კარგი მიწერ-მოწერ აქვს, ძალიან ესე აქტიურ ფაზაში 24/7 არ არის გამორიცხული. ხო, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, ზუსტად იმიტომ ხდება, აი არ მხდება და რაღაც თავს იკავებს, ხომ გაქვთ ესეთი კითხვები. ჩემო კარგო, რო შეგხვდეს და იმ დროს დაურეკოს იმ ქალბატონმა, ხო გაიგეთ თქვენ და ეხლა 5 დღეში ერთხელ, 20 დღეში ერთხელ, თუ როგორადაც არის, 1 თვეში ერთხელ მოახერხებს ნამდვილად, დაუშვათ იმ დროს არ დაურეკოს ამ ქალბატონმა, შეიძლება სადმე იყოს, შეიძლება უთხრა საქმე მაქვს და ასე შემდეგ. არც საიჭრო გახდება ეს მომენტი, რომ იცოდეთ. ხო. ამიტომ ეს მომენტებიც გაითვალისწინეთ ქალბატონებო. აქ პირდაპირ მიფიქსირდება, ეს აქტიურ ფაზაში არის ამ ქალბატონთან მიჭერ-მოწერა, თან პირადი სასიყვარულო. ესე იგი თქვენთან იმიტომ არის ესე არ ვიცის პოზიციაზე რა ვქნა, რა გავაკეთოს თემა. მე მაინტერესებს ამ ქალთან რა მომავალი აქვს ამ ქალბატონთან, ეს ცოლი არ არის ჩემო კარგებო. ცოლი არ არის ეს. რამე ეს გაქვს მომავალი სამომავლოდ, რამეს დაალაგებს, ამასთან ვისთანაც ახლა არის. რაღაც სხვა თემაზე დაიწყო, მანახე. არა. ვერაფერს ვერ დაალაგებს ამასთან. მე ამასთან მგონია, რომ რა ვიცი, უფრო მეგობრული რაღაც ფარული ურთიერთობა ისეთი და არა ქორწინების თემა. ნუ ეხლა ეს უკვე მერე ქალზეა დამოკიდებული, ვინ რას გააკეთებს შეიძლება, მერე ესა რა ქვია, დუყლუყია, რა ქვია მაგას. კი იმასკნას რა ქვია. ხო, შეაჭამოს თუ დაალევინოს და
არ არის გამორიცხული, შეიცვალოს ხო, ეხლა მაგას მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ეხლა ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი არ განიხილა მასთან ოჯახს, არა ჩემ კარგი რა ის ოჯახს არა. ოჯახს არ განიხილავს ეს ადამიანი, პირიქით. რაღაცა მასთან ერთად ერთი რასეუბნები ამ თავს, კარგი ოჯახს არ განიხილავ, მაგრამ იცის რომ საყვარლად ეს სამეგობროდ ყავს, რასეუბნები. ძალიან გადაღლილი ვარო ესეთ პოზიციას კი ეუბნება, მაგრამ საკმაოდ გულწრფელი რასეუბნები კიდეს ყველა თემაზე გაქვს საუბარი. ძლიერ მამაკაცადაც აჩვენებს, კი გრძნობებში უწყდება ამ ქალს. ესე იგი, ქალბატონმა არ იცის, რომ აქ ეს მამაკაცი ესე რომ ვთქვათ, მეგობრულად უყურებს. რა ვიცი, კარგად გადაიტან მე რიამ ყველაფერს, შენ ქალბატონო მონახე შენი რეაქცია. რაც გადაიტანს, აქ ფეხმძიმას დარჩება. მაგრამ ეს მუცლის მოშლასაც ნიშნავს. მერე რამე იქნება, ვერ გავიგე, ქალი იშლის თუ ქალი მიდის მაქამდე, ქალის გადაწყვეტილება, მამაკაცის გადაწყვეტილება. არა, არც ერთის ის არ არის ეს, ანუ ეს ბიჭი არ ეუბნება მუცელი მოიშალა და არც ქალის ის არ არის, მაგრამ რაღაც მანახე, რას გადაწყდება ფეხმძიმობის შემდეგ თქვენი ურთიერთობა. არა, რაღაცა ხდება, დანაკარგიან, რა ვიცი მე. არა, აქ აშკარად ეს სექსუალური ურთიერთობა და ეს ყველაფერი არის. მაგრამ აქ რაღაც ხდება მერე. მანახე, მუცლის მოშლა, დავიჯერო. არა, ვერ მივხვდი რა ხდება. სხვისგან ყვარა ემაშვება აპარებს. მაგნაირიც ხდება. ცოტა გამგებარია. ესეც შეიძლება არის უკვე და მერე შეატყუებს რაღაცები, მერე იქ ხო მივხვდით უკვე დაიწერა მთელი ეს ისტორია. კარგით ეს ამ ქალთან თქვენთან რას იზამს? თქვენთვის ეს ტოქსიკური არის. დაგითხრათ აქ. იცოდეთ რომ თქვენთანაც არ დაიხევს უკან უფლებას თუ მიცემთ სხვათა შორის, მაგრამ როგორ არის იცით, ძალიან ბევრ ენერგიას ეს ადამიანი თქვენ გაცლით და ჩათვალეთ რომ არასდროს გეცოდინებათ რა იქნება სამომავლოდ. კარგი გაშლა მინდა და კარგი დასტა არის ზოგადად, მაგრამ რა ვიცი, ისეთი ვიღაცაზე ტყვა ეს ინფორმაცია ჭირდებოდა, ხო? თქვენ არასდროს გეცოდინებათ რა მომავალი გაქვთ ამ ადამიანის გვერდით, სულ გექნებათ შეგრძნება დანაკარგი, სულ გექნებათ შეგრძნება ტკივილი, სულ გექნებათ შეგრძნება რაღაცა უენერგიოთ. სხვათა შორის TikTok-ზე ვნახე ერთ-ერთი ვიღაცა გოგო აქ ვიდეო ქონა ჩაწერილი მეუღლის გვერდითო, როცა მეუღლე მყავდაო, თუ რა ვიცი შეყვარებული მყავდაო და არის რაღაცა თმადაო არწმელი, აცრემლებული, ესე ჩასიებული, ჩაიმასქნელი ეს თვალები ჩაცვენილი და შემდეგ ყოფილის შემდეგ ვიდეო და ლაღი, გაღიმებული, ბედნიერი და რა ვიცი გაფურჩქნული ქალი. აი ესეთები არიან მამაკაცები. ხო და აქ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ზუსტად მაგ პოზიციაზე ხარ და თქვენი ემოციაც ძალიან ესე რომ ვთქვათ იზრდება. ამ შემთხვევაში როცა ემოციური ფონი მაღალია, რა ვიცი ახლა რა გითხრათ, მე შესაძლებელია სხვა რაღაცებშიც, ხო? შეგექნათ პრობლემები, თუმცა ელოდებით რაღაცა სასწაულს, მაინც მოხდება ვითომ სასწაული, მაგრამ არა ეს ისე გადაგხლით ჩემო კარგებო და ისე დღეში ჩაგაგდებთ ეს ადამიანი. მერე კარგი, კაი, რა ვიცი, დასვენება, ალბათ წლები რო დაჭირდება ადამიანი, ხო? დიდი ხანი რო ვერ გამოდის მდგომარეობიდან, ესე ხართ. ესე იქნებით.
საქმე ამაში არის დროს დახარჯავთ ძალიან ბევრს. ამას ახლა თუ მოინელებს სიტყვაზე ადამიანი ერთ თვეში და ორ თვეში, ესეთნაირად ადვილად გადალახავს, უკვე ეს ადვილი ფორმა არის, ხო? სხვა თემაა, მაგრამ ამას ადვილად ვერ ლახავთ, ამაში არის. უფლება მე ამაში არის საქმე. მე უკვე დაგჭირდებათ, როგორ იცით, გამაჯანსაღებელი, ესე რომ ვთქვათ, პროცედურები ეს იქნება ყველანაირი გაგებით. მოდი ასე გეტყოდით, ხო? სულიერი გაჯანსაღებაც რო დაგჭირდებათ, აი ამაშია მთელი საქმე. კარგით, რა იცი? აღარ გითხრათ, ეხლა არჩევანი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ რომ დაასწროთ და გახვიდეთ ურთიერთობიდან, რა იქნება? რა სიზამს? საინტერესო კითხვა დავსვი. რა ვიცი, რამეს გადაწყვიტავს თქვენთან? ხო, ცოტა შეიძლება გააქტიურდეს რაღაცაები, დაიწყოს ხლაფორთი მანაეცება. ესეთი კაცის. თქვენ გადაწყვიტეთ, თქვენია ცხოვრება, თქვენია არჩევანი, თქვენ ხართ თქვენ თავის უფალი. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი რაღაცა დამფიქსირდა, ეხლა ძალიან დაპროგრამდებით, მაინც საჯაროა გაშლა, მაგრამ თუ გეცნოთ სიტუაცია, შეგიძლიათ დიაგნოსტიკაშიც გადაამოწმოთ მართლა რამე შეცდომა არ დაუშვათ, ან თუნდაც ნახეთ, თუნდაც ის რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, თქვენი თავი გეგონოთ და სინამდვილეში შეიძლება ბიჭი იყოს მართლა თქვენთან გულწრფელი. ამიტომ გჭირდება ზუსტად გადამოწმება, თუმცა ვიღაცისთვის რო არის ეს ინფორმაცია, ის ნამდვილად ვიცი, დაგემშვიდობებით, რომ